მოგესალმებით მეგობრებო, მე ლადო ნაცვლიშვილი ვარ, თქვენი ყოფებით ჩემს არხზე. დღეს როგორც ხედავთ, შემოგთავაზებთ უბრალოდ ვიდეოს, ძველი სტილით, როგორც ვაკეთებდი ადრე ვიდეოებს, live-ს ვერ შემოგთავაზებთ. მიზეზი არის ის, რომ მიზეზი არის საკმაოდ საინტერესო, მე ვიტყოდი ეგზოტიკურიც კი. მოდი ბოლომდე არ გავშლი კარტებს და უფრო ცოტა ხალისი რომ მივცეთ ამ ყველაფერს, თქვენ თუ გამოიცნობთ, კომენტარებში დაწერეთ რა მიზეზი შეიძლება. უბრალოდ ნაწილობრივ გეტყვით. მიზეზი ის არის, რომ სტუდიას შეექმნა პრობლემები და ანუ სტუდიაში ჩაწერა, სადღაც დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში შეუძლებელი გახდა. რაღაც მიზეზი და აი ამ მიზეზს თქვენ თუ გამოიცნობთ, ოღონდ წინასწარ მინდა მათ ვთხოვო, ვინც იცის უბრალოდ მიზეზი, ან ამ კავშირი აქვს ბიჭებთან სტუდიაში ვინც არიან და მოკლედ ვინც იცით, ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავით და არ დაწეროთ, მივცეთ შანსი გამოცნობის, მე დარწმუნებული რომ ვერავინ ვერ გამოიცნობს. გამოცნობა შეუძლებელი მგონია რა ამ მიზეზის ცოტა სახალისო და შეიძლება ითქვას ეგზოტიკურიც კი ეს მიზეზი. მოკლედ დაწერეთ კომენტარებში, ოღონდ კიდევ ერთხელ ამბობ, ვინც იცით უბრალოდ, ფაქტი იცით, ისინი მათ თავი შეიკავით, გთხოვთ. და აბა თუ გამოიცნობენ ჩვენი მაყურებლები, ჩემი გამომწერები, მიზეზი რა პრობლემა შეექმნა და რის გამო შეექმნა უბრალოდ პრობლემა სტუდიას, თუმცა ეს დროებითია, რა თქმა უნდა, იქით კვირიდან ვფიქრობ ყველაფერი მოგვარდება და ისევ გავაგრძელებთ შოუ-სტილში live მეცაც გეტყვი live-ში ასე ვთქვათ ჩარტვებს. ამ კვირაში ვინაიდან რაღაც საინტერესო რაღაცები მოხდა და არანაკლებ საინტერესო რაღაცებს ველოდებით, ამიტომ ვიდეოს ჩაწერა მაინც გადავწყვიტე. რა თქმა უნდა, სტანდარტულად, როგორც ადრე ვაკეთებდით, ეს არის სტანდარტული ვიდეო, ანუ გავივლით გასულ ქართს, მახაჩევი გარის headliner-ობით რა ქართიც ჰქონდა და რა თქმა უნდა, შემდეგ შევეხებით ასევე დამდეგ ქართს, სადაც თავარი ბრძოლა არის ენტონი ჰერნანდესსა და გრიგორ როდრიგეს შორის, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ქართზე იბრძოლებს რომან დოლიძე რეინიერ დერიდერის წინააღმდეგ. სანამ დავიწყებთ, შევახსენებთ, რომ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და ჩემი ლაივებიც ასევე, გამოიწერეთ ჩემი არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რომ მიყვეთ ქრონოლოგიურად ჩემგან წამოსულ სიახლეებს, სხვა სიახლეებს, სხვანაირი მაქვს, სტანდარტული ვიდეოები, აი როგორც ახალ წელ. ასევე გვაქვს ფორმატი მეცაც გეტყვით, მთლიანად თქვენს ინტერაქციაში მიდის, ოღონდ ეს უკვე გადავედით live-ზე, live-ში გვაქვს მეცაც გეტყვით, live-ში ასე დავარქვით. ასევე მაქვს ბასრი აზრი, ცალკე მოკლე რუბრიკა, რომელსაც შეიძლება ზოგჯერ ასე ვთქვათ, ცალკე რუბრიკაც შემომაქვთ, განყოფილებად გნებავთ მეცაც გეტყვი live-ში. თუმცა შეიძლება ცალკე ვიდეოს დავდო ხოლმე, თქვენთვის ერთ-ერთი ასეთი ბასრი აზრისთვის თემა უკვე მაქვს. ეს არის ასე ვთქვათ, ქუჩის ძაღლებს ეხება, ეს ჩემი მოსაზრება მინდა, ცოტა განსხვავებული მოსაზრება. განსხვავებული რა, ბევრთვის შეიძლება საინტერესო იყოს, იმ კუთხით შევხედოთ ამ საკითხს, რა კუთხითაც იშვიათად უყურებენ. ამაზე ცალკე ვიდეოს დავდებ ბასრი აზრის სახით. ან უბრალოდ მომდევნო მეცაც გეტყვი live-ში ცალკე ბოლოს თავისუფალი თემის დრო როცა იქნება ამ კონტექსტში შემოგთავაზებ. თქვენთვის ამაზეც შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში, მირჩიოთ, როგორ გიჩვენიათ თქვენ, ანუ live-ში რომ მეცაც გეტყვი live-ში როგორ იქ თავისუფალ თემად მოვიტანო ეს ბასრი აზრი თუ ცალკე ვიდეოდ დავწერო, თემა უკვე გითხარით. სანამ დავიწყებთ, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მოგიწოდეთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. დავიწყოთ ივენთით, რომელიც გასულ ვიკენდზე გქონდა. რა თქმა უნდა, საუბარია მახაჩევ გარის ქართზე, სანამ თავარ ბრძოლაზე ვისაუბრებთ. მოკლედ გავიაროთ რა მოხდა საინტერესო, მთლიანად ყველა ბრძოლას შევეხებით, მაგრამ რა მოხდა საინტერესო. მთავარი არა. პირველი საინტერესო რაც მოხდა, ეს მოხდა პირველივე ბრძოლაში, როცა მიკ ორლბაიმ წააგო ბრძოლა ჯერემაი ველშთან, თან მეც ისედაც ფავორიტი იყო მიკ ტიბეკი, არა მარტო ჩემი მოსაზრება, მეც ფავორიტად ვფლიდი და საერთოდ ვერ ვხედავდი როგორ უნდა მოიგო ჯერემაი ველს, თუმცა როგორც ხედავთ
მოუგო, მაგრამ ნუ მეორეს მხრივ მოდი ვქოთ, რომ მიკტიბეკი მოსალოდნელად უკეთესი იყო მთელი ბრძოლის მსვლელობაში, სანამ აი ფატალურ შეცდომას დაუშვებდა, ჯოგდიდა აშკარად. და შესაძლოა აქ იმუშავა იმ ფაქტორმა, რაც ნუ უპატიებელი შეცდომაა ზოგადად გამოცდილი და მაღალი კლასის მებრძოლისთვის და ეს არ ამართლებს მიკტიბეროყოლორბაის, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნუ კლასის ასე ვთქვათ, განზომილებაში რაღაცა მოიკოჭლებს ეს ბიჭი ჯერჯერობით და ამ ხრივ კიდე სამუშაო არ არის ჯერ მზად ტოპ ბრძოლებისთვის, რომ არ შეიძლება. კი მესმის რომ ის თვლიდა რომ ბრძოლას იგებდა, თვლიდა რომ ახლა იგებდა და ცოტა ასე ვთქვათ ზედმეტად გაერთო, მაგრამ ეს გართობები ზოგადად მაღალ დონეზე ყოველთვის დასჯადია და ნუ მოკლედ ამით მეკტიბეგმა განაცხადი გაკეთე რომ ის ჯერ მზად არ არის ასე ვთქვათ უმაღლესი მწვერვალებისთვის ბრძოლისთვის. ნუ თავის თავს დააბრალოს მას მოუწევს ხელახლა, ნუ გარკვეულწილად შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც ნაბიჯი ან ნაბიჯები გარკვეულად უკან გადადგა და მას ცოტა უკვე მოუწევს ხელახლა უკნიდან დაიწყოს წესრა. თუმცა სტილისტურად და უნარების მხრივ ფიქრობ მიკტიბეში ჩვენ არ შევსწავლოთ, ის მართლა ძალიან კარგი უნარების მებრძოლია და ნუ ჩავთვალოთ, რომ კარგი გაკვეთილი მიიღო ამ ივენტზე მან. რაც შეეხება ჯერემაია ვოლცს, არ შეიძლება მას არ დაუფასოთ, ეხლა მიკტიბეკმა შეცდომა დაუშვა თუ რა ქნა ის მისი პრობლემაა. ჯერემაია ვოლცმა იმ მომენტში გააკეთა ის, რაც უნდა გააკეთებინა და გააკეთა იდეალურად. ნინჯა ჩოუკით მოგუდა, დააძინა, შეგასწრებით თუ იმეს არ უნახავს. ხო, ნუ შემდეგ წინასწარ ერლი პრელიმზე ეგრეთ წოდებული საინტერესო ის მოხდა, რომ ნეილ მაგნიმ მოიგო რამის ბრაჰიმაისთან, მესი მართლაც გამიკვირდა. მეგონა რომ ბრაჰიმაი მოახერხებდა მაგნის გადაყვანას მიწაზე, იმიტომ ზოგადად მიწაზე არ არის ხოლმე მაგნის გადაყვანა რთული და იქ უნდა მოემთავრებინა. არ დაგიმალავთ, მე ბრძოლა საერთოდ არ მინახავს. და ნუ რა მოხდა არ ვიცი, ნუ მე შედეგიდან გამომდინარე ვსჯელობ. ავიციეთ, მაგრამ ნუ ვისენტე ლუკე რომ ძალიან გაცვეთილი მებრძოლია და ზოგადად ასაკის მიუხედავად ასაკი არ აქვს ძალიან დიდი, მაგრამ აი როგორც წესი გვიან ასაკში რო ცდებიან ხოლმე მებრძოლები აი ისეთი რაღაცა დაიმართა ატომღაც ვისენტე ლუკეს საკმაოდ ადრე მე ამ ბრძოლაში არ ვარ აქამდეც გაცვეთილი მოვიდა და რეალურად მისი მარცხი არ ქონდა არ იყო რაღაცა გასაკუთრებული და ისეთი მოვლენა იმისთვის წარმოუდგენელი დონტე ჯონსონზე თქვა ორი სიტყვით რომ ძალიან ეფექტური გამარჯვება მოიპოვა ხასიათი ამბის აქვს ფიზიკური თვისებები აქვს ძალიან კარგი თუმცა სტილისტურად ამ ბრძოლაში გამოჩნდა რომ რაღაც უმაღლესი მწვერვალებისთვის თუ უნდა იბრძოლოს, ცოტა უნდა გამრავალფეროვნდეს და გაუმჯობესდეს სტილისტურად, ნუ გასაგებია, მაგარი მოსდო მაკონიკოს, მაგრამ ნუ თუ ეს ბრძოლა ნახეთ, გასვოთ ალბათ რომ ეს იყო ერთადერთი ზუსტი დარტყმა დონტე ჯონსონის შესრულებით. შეგიძლიათ მითხრათ რომ დიდი ხანი ბრძოლაც არ გასულა წუთი და 38 წამი, მაგრამ ამ წუთი და 38 წამის განმავლობაში საკმაოდ ბევრი დარტყმის მცდელობა იყო ორივეს მხრიდან და ჯონსონის მხრიდან მას საერთოდ არ ქონდა მცდელობა ამას ელოდებოდა და დაარტყაო კი ბატონო, მაშინ მithოდით მაღალი პროცენტი, მაგრამ არ იყო ეს, იქნევდა ხელებს ინტენსიურად და საერთოდ ვერ უტყავდა მას სხვათა შორის ხდებოდა სანამ ეს გათიშავდა ამ ერთი ზუსტი დარტყმით იქ ბევრად ზუსტი და ფაქტიურად უკეთესიც იყო შეიძლება ვთქვათ. მოკონდიკო ანუ იმას გულისხმობ რომ რა თქმა უნდა უკეთესი როგორ იყო ახლა როცა 2 წუთზე ნაკლებში გათიშა, მაგრამ იმ ეპიზოდებში აჩვენა რომ ტექნიკის კუთხით ბევრად უკეთესი იყო. ამიტომ მოკონიკოა, მაგრამ წინ თუ გინდა წახვიდე დონტე ჯონსონის ვთქვათ კუთხით ვამბობ ცოტა ტექნიკურად უფრო უნდა დაიხვეწო და ამ რაღაც შეცვალო ყოველ შემთხვევაში ეს ასე შორს ვეწავა დონტე ჯონსონი. ჩარლზ ჯონსონის ტვისტერი ძალიან საინტერესო ეს ბრძოლა ძალიან კარგად დამამახსოვრდა ვინაიდან კარგი რამ მოხდა ჩემთვის მიყვარს ხოლმე ეს რაღაცები როცა რაღაცას გამოვიცნობ როდესაც ეს ტვისტერი დაიჭირა ჩარლზ ჯონსონმა ეთერში თქვი საუბრობთ მე და ბუჩექსა და თქვი რომ ჯონსონმა ხაფანგი დაუგო მეთქი ზურგი როცა აიღო და სამკუთხედი body triangle შეკრა იქ შემოტრიალებას სცადა მეტოქემ ჰენრიკემ ედვარდო ჰენრიკემ და გაიჭედა და შემდეგ ტვისტერი შეუსრულა და ხაფანგი დაუგო მეთქი შეგნებულად მოადუნა მარყუჩ ფეხებით body triangle ეგრეთ წოდებული რომ დაეწყო შემოტრიალება მეთქი იმას და შემდეგ ჩაუკეტა მეთქი რომ ტვისტერში გაიჭედა თქო და სხვათა შორის გამიხარდა ის რომ ინტერვიუში ჩარლზ ჯონსონმა ზუსტად იგივე თქვა რომ მე მას ხაფანგი დაუდეო
ვაგრძნობინე რომ შეეძლო ჩატრიალება, ანუ ზურგზე ზურგი ქონა აღებული ჩარჯოსოს და შემოტრიალება მიხედავს რომ სამკუთხედი ქონდა შემოტრიალება ცოტა მოუშვა ასე ვთქვათ რომ აგრძნობინა რომ შეეძლო შემოტრიალება და ტრიალი შემოტრიალება რომ დაიწყო ამას ჩაუკეტა ქვედა ნაწილი ზედა ნაწილი უკვე დაწყებული ქონდა ტრიალი და ფაქტიურად თვითონ გააყოფინა სხეული ტვისტერსში. ჩარლზ ჯონსონმა შემდეგ ჩაკეტა და ტვისტერი დაამთავრა ძალიან ეფექტურად გააკეთა ეს, მაგრამ აქვე უნდა შევაქო სხვათა შორის ედუარდო ენრიკე მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი შევსება მიიღო UFC-ში ხა მე რაღაცა მაღალი მეებზე არ ვამბობ საჩემპიონო იმებზე არ ვსაუბრობ ხა ძალიან ამას ვეც დავინახავდით და არც იყო ეს სიტუაცია დასანახი მაგრამ ზოგადად კარგი მებრძოლია სხვათა შორის არ დაგვაუწეს ვარ შორტ ნოუთისი იყო ძალიან ცოტა დრო ქონდა იმიტომ მითეს დათესნება რომ ეს კეჩუეიჩი ყოფილიყო 3-4 დღე მქონდა მე მგონი მის მქონდა მე მგონი ედუარდო ენრიკეს იმისთვის რომ მომზადებულიყო ბრძოლისთვის და ასე რომ მესამე რაუნდი რომ დაიწყო მიუხედავად რომ პირველ რაუნდში ტოლს არ უდებდა კი არა ზუსტად არ მახსოვს შეიძლება ჯობდიდა კიდევაც ენრიკე ძალიან კარგი იყო ბრაზილიელი და რომ დაიწყო მესამე რაუნდი მე და ბუჩო საუბრობდით სხვათა შორის და აღვნიშნეთ რომ ძალიან რაღაც უცნაურად დაღლილი შემოვიდა ენრიკე მესამე რაუნდში და იქვე ვისაუბრეთ მე და ბუჩეკს რომ სავარაუდოდ ეს იყო სწორედ ამ შორტ ნოუთის ძალიან შორტ ნოუთის ეფექტი, იმიტომ რომ არ მოხდარა ისეთი რაღაცა, ხმით უმეტეს პირველი ორი რაუნდის შემდეგ ასეთი დაღლილი არ უნდა ყოფილიყო. და პრინციპში მესამე რაუნდში დასაწყისშივე გამოვთქვით მოსაზრება და აშკარა იყო, რომ ამ რაუნდს მინიმუმ ყველა ვარიანტს წაგებდა ედუარდო ენრიკე, იმიტომ რომ ფაქტიურად აი იმისოდ გამოვიდა რა, არაფერის თავი არ ქონდა ენრიკეს მესამე რაუნდში. და ნუ ერთადერთი იმის იმედზე უნდა ყოფილიყო ედუარდო ენრიკე რომ არ დაფინიშდებოდა მესამე რაუნდში და ნუ იქიდან გამომდინარე რომ პირველი რაუნდი კარგი ქონდა შეიძლება დისიჟენი მოიგო თუმცა ესეთ გამოცდილ მებრძოლთან როგორც ჩარლზ ჯონსონია ეს ძალიან რთულია ჩარლზ ჯონსონმა ეგრევე შეაყოლა ძალიან ცუდ კონდიციებში შემოვიდა ენრიკე და წავიდა კარგად დაიწყო იქ მუშაობა და უკვე აი ესეთი იმპროვიზაციების უბრალოდ მისცა თავის თავს მოკლედ რა თქმა უნდა მე რომ ვაკებ ედუარდო ენრიკეს და იმას ხაზი რო გაუსწრო დაიღალა მესამე რაუნდში შორტ ნოუთის გამო არაფრით არ ვაკნინებ არავითარ შემთხვევაში ჩარლზ ჯონსონის ამ იდეალურ შესრულებას და ნუ ძალიან მაგარი მებრძოლია ჩარლზ ჯონსონი კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მისი ჩამოწერა იქიდან გამომდინარე რომ იმის გამო რომ საკმაოდ დასაგრენია ძალიან ადრეა ჯერ ნუ ჯიდინ ჯოკვანი ჯოელ ალვარესი აქ ფავორიტი ალვარესი იყო თუმცა წააგოს უგედად სხვადასხვა ამ ივენტზე საკმაოდ ბევრი იყო ანდერდოგის გამარჯვება ერთ-ერთი ეს ბრძოლაც იყო თუმცა ვინც ნახა ჩემი წინა ლაივი ეცოდინება რომ ჩემთვის არ იყო იმიტომ რომ მე ჩემთვის ფავორიტი იყო ჯიდინ ჯოკვანი ვინაიდან ორი ფაქტორის გამო ალვარესის ორი ფაქტორის გამო ერთი ის რომ ზოგადად ალვარესი როგორც წესი ყველა თავის მეტოქეში დიდი იყო აქამდე ვისაც შეხვედია მთელი თავის კარიერის განმავლობაში და ეს იყო სხვანაირი შემთხვევა პირიქით ჯიდინ ჯოკვანი მასე დიდი იყო სიმაღლით წლომი ყველაფრით პლუს შეასენდო ალვარესისთვის ეს ზედაწონა ახალი წონა ნუ პირველი ბრძოლა არ იყო ამ ზონაში მაგრამ ბევრი არ ჩაუტარებია მესამე ბრძოლა იყო ამ ზონაში მე მგონი ვალტერში და მეორე ფაქტორი რომ ალვარესი ზოგადად იგებს მაშინ როცა ბევრად ჯობნის მეტოქეს. თუ მეტოქესთან მოუწია რაღაც ბრძოლა გადავიდა მეტნაკლებად თანაბარ და კონკურენტულ რეჟიმში, როგორც წესი ალვარესი აგებს და იქიდან გამომდინარე რომ გაბარიტებს დიდი მნიშვნელობა ამ ბრძოლაში და ჯიდინ ჯოკვანის ბევრად უკეთესი გაბარიტი, დიდი უპირატესობა ქონდა გაბარიტებში ალვარესთან. ამ გაბარიტების ხარჯზე შეიძლებოდა მას დაეძაბა ალვარესისთვის. ჩემი ლოგიკაც გეუბნები, მე რა ლოგიკითაც თორე მე წავდი ჯიდინ ჯოკვანის რაღაცა როგორც უნარების ხრივ მე იოელ ალვარესს ბევრად მიჩვენე ჯიდინ ჯოკვანის მართლა და ყოველთვის გულშემატკივრები და ყოველთვის მithქვამს რომ იოელ ალვარესის უნარები ძალიან მოწონს ძალიან კარგი უნარებია მაგრამ ამბიც წინა ბრძოლაშიც თუ გახსოვთ ამოსოვთანაც ერთ-ერთი ფაქტორი ეს იყო რატომაც იქაც დიდ ფავორიტად ვხედავდი ამოსოვს რომ ალვარესი ახლო ბრძოლებს ვერ იგებს მოკლედ რა უნდა გადაუაროს მეტოქეს და ამოსოვს ვერ გადაულიდა ხო და ამიტომ იქ ამოსოვი ჩემთვის დიდი ფავორიტი იყო ნუ აქ ჯოკვანი იყო დიდი ფავორიტი იმიტომ რომ გაბარიტებიდან გამომდინარე ვერ გადაულიდა ალვარესი გარკვეული პრობლემები შეექნებოდა და პრობლემები როცა ექნება ალვარესი სამწუხაროდ ალვარესი ყოველთვის აგებს ჯერჯერობით ეს ბიჭი ასეთია და შესაბამისად ნუ ხვდებით ალბათ რომ დიდი ავანსების გაცემა მასზე მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაგარი უნარები აქვს აი
ტექნიკურად, ფიზიკურად ნებავთ, მე ვერ გავცემ მასზე სერიოზულ ავანსებს. ამ მიზეზის გამო უნდა შეგეძლოს ახლო ბრძოლების ომების მოგებაც. შემდეგი იყო ესტებან ლიბოვიჩის მიერ ეცონ ბარბოსას გაცილება, აქ ეს მე მგონი არავის არ უნდა ქონდა ეჭვი რომ ეს მოხდებოდა, საერთოდ ვერ ხედავდი და ვერავინ ვერ ხედავდით ალბათ. უბრალოდ ხედავდით რაც მოხდებოდა და ის მოხდა. ეს არ არის შემთხვევა, როდესაც ანდერდოგმა მოიგო, ანდერდოგმა მოიგო მომდევნო ბრძოლაში დასტინ სწორფუცი უნდა შევაქოთ, მანსურ აბდულ მალიკიც ასევე ისევე როგორც იონა ალვარეზზე, იგივე შეგვიძლია ვთქვათ, უკვე ზედიზედ მეორე ბრძოლა წააგო, ერთ დროს სულ ახლა ჯერ კიდევ დაუმარცხებელი ბრძოლა და ფიქრობ იგივე პრობლემა აქვს, რასაც როცა ჯობია ბევრად და შეჭამოს შეუძლია მეტოქე იმის ისეთ ბრძოლებს იგებს, როცა მეტოქე ცოტა პრობლემებს უქმნის, ხდება. აი რასაც ქვია ხდება, არ იყო ახლა დასტინ სტოლცუსთან ბრძოლა რომ დაიწყო თავიდან ბოლომდე თუ უყურეთ, ბრძოლის ხელობაში არ ჩანდა რომ იქ რაღაცა უნდა ჯობდა მას ბევრად სტოლცფუცი ხო, მაგრამ გატეხა და ბოლოს ხასიათით სტოლცფუცმა მაინც ძლია, უნდა შევაქოთ გერმანული წარმოშობის ამერიკელი. ჯოლინ ტერნერი, კოლი ერნანდესი, აი ეს საინტერესო ბრძოლაა სხვათა შორის, საინტერესო ბრძოლაა და აქაც ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ფავორიტი იყო კოლი ფერნანდესი. თუმცა შევცდი და შეცდომის მიზეზად მე ვიტყოდი სხვა რამეს. სხვა რამეს რას ვიტყოდი გეტყვით შეცდომის მიზეზად, ჩემი შეცდომის მიზეზად. ფიქრობ კოლი ფერნანდესი, ასე ვთქვათ, მოემზადა ამ ბრძოლისთვის ისევე როგორც რიგითი ბრძოლისთვის. როგორც აქამდე იმზადებოდა. ცუდად კი არ იმზადებოდა, აქაც სავარაუდოდ კარგად იყო მომზადებული, უბრალოდ განსხვავებით სხვა მისი აქამდელი მეტოქეებისგან, ჯალინ ტერნერმა ზუსტად იცოდა, როგორი სპეციფიური სტილის მეტოქე ხდებოდა. ანუ ვისთან უწევდა ბრძოლა. ანუ გულისხმობ რა, ნახეთ, შევთანხმდეთ, რომ კოლი ფერნანდესი ძალიან სპეციფიური სტილის მებრძოლია, რომელიც როგორც წესი იწყებს იმით, რომ იდეალურად ასრულებს მეტოქის ფეხების გათიშვას. ეს UFC-ში მხოლოდ ამას აკეთებს, რაც ნახეთ, დააკეთებს იდეალურად. რა, მოდი ასე ვთქვათ, რა უნდა დაეპირისპირებინა მას ჯალინ ტერნერს მისთვის. რა თქმა უნდა, ანუ შესაბამისად მეტოქე რომელიც შეუძლია ბრძოლის ხელობაში მithumetes შეიძლება სწრაფად თუ არა რაღაც ეტაპზე ფეხებს მოგამტევს, იმ მეტოქეს გადაწყვეტილებით ვერ მოგებს. ეს ჯალინ ტერნერისთვის ზოგადად ასე ვთქვათ, ამ მხრივ ჯალინ ტერნერი კარგი მეტოქე იყო. კარგი მეტოქე რა, ჯალინ ტერნერი სტაერი მებრძოლი უნდა დაუპირისპირო ასეთ მებრძოლს, როგორც კოლი ფერნანდესია, იმიტომ რომ ჯალინ ტერნერი როგორც იცით გადაწყვეტილებით ვერ იგებს, მან უნდა საწყის რაუნდებშივე, დასაწყისშივე დაამთავროს მეტოქე. ამ მხრივ კი ბატონო ჯალინ ტერნერის კარგი ვარიანტია, ჯალინ ტერნერს შეუძლია და ზოგადად მაგაზია მოკოქილი, არც აქვს ხა პრეტენზია რომ გადაწყვეტილებამდე მისული ბრძოლა მოიგოს. მაგრამ მეორე თემა, ეს მარტივი არ არის, ხო, თავად კოლი ფერნანდესი რთულად დაფინიშებადი მეტოქე იყო და არ მაქამდე არ იყო დაფინიშებული, ხო? მაგრამ აქ ნახეთ საინტერესო რა მოხდა, ჯალინ ტერნერი მოემზადა უშუალოდ კოლი ფერნანდესისთვის. კოლი ფერნანდესი იმზადებოდა ჩვეულებრივი მისი რიგითი ერთ-ერთი ბრძოლისთვის. აი ეს იყო მე მგონი კოლი ფერნანდესის შეცდომა, რომ მან ვერ გათვალა რაზე ექნებოდა აქცენტები განსაკუთრებით ჯალინ ტერნერს. ეხლა რა ვიზავდით ჯალინ ტერნერის ადგილას რო იყო და ხდები კოლი ფერნანდესი. ის იყო ვინც არის კოლი ფერნანდესი. იცით რომ მისი მთავარი არის ლოუ-კიკები. როგორ უნდა ებრძოლო ლოუ-კიკებს? მოდი ასე ვთქვათ, ლოუ-კიკებს ვერ გაიქცევი, ეს არ არის დაუშვათ. ახლო კრივი რო დაგეგმო რომ იცი რამე მას დისტანციას დაუდგები, ახლო კრივში არ შევა, ახლო გაქცევში არ შევა. ეს არ არის დაუშვათ რაღაცა ცალმხრივი საფრთხე რო თქვა რომ მე მოდი მეტ გემში თქო შეუცვლი და ის საფრთხე ასე ვთქვათ, იმ საფრთხეს ავიცილებ. ლოუ-კიკებს ვერ აიცილებ. არ არსებობს რომ მას ლოუ-კიკი არ დავატყმები, ნო. ლოუ-კიკი ისეთი არაღია. ის იქნება თუ მეტოქეს აქვს ის იყენებს, გამოიყენებს აუცილებლად. მესმის რომ ზოგი მეტყვის ვინმე რომ ჩეკი შეიძლება მეწმუნეთ ჩეკით 100%-ით გარანტირებულად ლოქიზას თავს ვერ დაიცავ. ჩეკის მოიმზადო იმას რომ ჩეკები დაამუშავო კარგად, ეს გარანტია არ არის რომ შენ ფეხებს არ მოგამტრევენ. მაინც შეიძლება მოგამტრევოს. ჩეკი არ არის პანაცეა. სამაგიეროდ რა ხდება ლოქიზის შესრულებისას. ლოქიზის შესრულებისას ეს ადრესზე მithქვას სხვათა შორის და ბევრი თქმა არ ჭირდება, როგორც წესი მეტნაკლებად მაინც იხსნება მებრძოლი. მესმის ზოგი ძალიან იხსნება და სულ ხსნის თავს, ძალიან ადვილია მოარტყა,
ზოგი ნაკლებად, ზოგი უფრო ნაკლებად, მაგრამ რაღაც დონეზე თუ როგორი იდეალური შემსრულებელიც არ უნდა იყო ლოუ-კიკების, ხო სურო, რა ვიცი, კიდე ბარბოსა იყო სამი საუკეთესო წლებში, კიდე კაუი ფერნანდესი, კიდე რა ვიცი, ვინ არიან კიდე ის რა ქვია მას. მეტავეიტები რო არიან. კარგი ლოუ-კიკის სპეციალისტები ის ასე ვთქვათ, ლოუ-კიკის შესრულებისას ის კონკრეტული მებრძოლი, იგივე კაუი ფერნანდესი, მაინც უფრო შედარებით გახსნილია, ვიდრე თავად კაუი ფერნანდესი არა ლოუ-კიკის შესრულებისას. შესაბამისად, ჯალინ ტენერს ჰქონდა გეგმა, რომ ჩასაფრებოდა სწორედ კაუი ფერნანდესის ლოუ-კიკებს და კი გაქცეოდა ლოუ-კიკებს, ლოუ-კიკებს ვერ გაიქცევდა. მაგრამ ეს მისი იარაღი, კაუი ფერნანდესის იარაღი გამოიყენებინა მისივე სუსწერტილად. ის იყენებს ბევრ ლოუ-კიკს, ესე იგი ხშირად იხსნება. ნუ თავის, ასე ვთქვათ, მოცემულობაში ხშირად იხსნება. ნუ უფრო მოდი ასე ვთქვათ, კაუი ფერნანდესი კიდევ ერთხელ როგორც კაუი რაც უცოტ ხნის ის უფრო გახსნილია, როცა ცდილობს ლოუ-კიკი და არ ტყას მეტოქეს, ვიდრე როცა არ ცდილობს. შესაბამისად, ჯალინ ტენერი იყო ჩასაფრებული კაუი ფერნანდესის, სწორედ კაუი ფერნანდესის მიერ გასროლების ბზე იყო ჩასაფრებული. კი არ ერიდებოდა და კი არ ზრუნავდა, რომ მას არ მეტოქეს არ გამოიყენებინა ლოუ-კიკი. პირიქით, გამოიყენებინა, ამ დროს უნდა დაეჭირა. და გააკეთა ეს მშვენივრად. ანუ შევთანხმდით იმაზე, რომ ჯალინ ტენერი იყო კონკრეტულად კაუი ფერნანდესისთვის მომზადებული. ეხლა კაუი ფერნანდესი როცა ვთქვი, რომ არ იყო ჯალინ ტენერისთვის მომზადებული, მე რა ვიგულისხმე, ცით ადრე თუ ქვიან კაუი ფერნანდესი უნდა ყოფილიყო იმისთვის მზად, რომ ადრე თუ ქვიან მისი მეტოქეები დაიწყებდნენ ამაზე მუშაობას. ვინაიდან მან უკვე სამი ბრძოლა ჰქონდა, სამივეში გამოჩნდა, რომ მისი თავარი იარაღი ჯერჯერ თავარი არა, ერთადერთი შეიძლება თქვას, რაც გამოაჩინა, ხა მე დარწმუნებული ვარ, მას აქვს კიდე უარი იარაღები, მithom ეს ბაჭო შავი კამარია, როგორც ვიცი, ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ და ამბობენ კარგი ჯიუ-ჯიტსუ აქვს, მაგრამ ნუ ჯერჯერობით ყოველთვის რაც გვაჩვენა, ეს იყო. ბუნებრივი აქედან გამომდინარე მეტოქეები ამის გამოყენებას დაიწყებდნენ. ადრე თქვიან, რაც გააკეთა და რა გეგმას აიღო ჯალინ ტენერმა, ადრე თქვიან მისი მეტოქეები დაიწყებდნენ ამას. შეიძლება ჯალინ ტენერს არ დაიწყო, მაგრამ ნუ ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო კაუი ფერნანდესი და კაუი ფერნანდესი ვერ გადაეკეცხო. კაუი ფერნანდესი აკეთებდა იმას, რასაც წინას ამ ბრძოლაში. როცა ეს სპეციფიური სტილი გაქვს. გინდა მეოთხე ბრძოლაში მაინც მეტოქეები ცოტა სპეციფიურად მოგიდგებიან. და ამ დროს აი ეს იყო თავარი მიზეზი, ჩემი აზრით და მე იმას კი არ ვამბობ, რომ ამიტომ წააგო და წააგებდა ხარ. ჯერ სხვა ჯერ მან მე თვითონ მოდი ჩემ თავს შეუსწორებ. თავარი მიზეზი მაინც ჩემი აზრით, რატომ მოუგო ჯალინ ტენერმა და რატომაც ზოგადად ჯალინ ტენერი უნდა უგებდეს კაუი ფერნანდესს, იყო რაც მე დავინახე. და ისევ მივდივარ აი რაღაც შეგაწუხეთ ალბათ ამდენი საუბრით ამ თემაზე, მაგრამ ნუ რაღაცა ამ წონებს მოუხერხეთ რა ხალხო. რაღაცა უნდა მოუხერხოთ და ბრძოლის დღეს იყოს კაცო და შეუძლია როგორ შეიძლება შეხედეთ ის ბრძოლა არ გინდა. გამოცხადებას შეხედეთ, აი ესე რომ დგან საჯირო დგას და ორივე რო უდგას, შეხედეთ რამხელა სხვაობაა. მე ვერ წარმოვიდგენ ესეთი ერთ-ერთი წონის მებრძოლები როგორ არიან. ნუ ორჯერ დიდი იყო ჯალინ ტენერი იმაზე, რა ქვია, კაუი ფერნანდესი. ორჯერ. ეს არ არის, აქ ჩათვალეთ წონის დივიზიონები არ არის. ეს არ არის წონის დივიზიონები, და იქ ორი ერთი და იგივე წონის მებრძოლი არის ცოტა. ძალიან დიდი სხვაობა იყო. უბრალოდ შეხედეთ, ხოდა ბრძოლა არ გინდათ. ბოლოს როცა გამოცხადება და ხელი რომ უნდა აუწიოს ჯალინ ტენერს რეფერიმ, შეხედეთ რამხელა მებრძოლი უდგას ერთ ხარეს რეფერის და რამხელა მეორე მხარეს. ანუ ეს ცალკე თემა უბრალოდ ამას არ ვეხები, იმიტომ რომ რა ეს ჯალინ ტენერმაც იცოდა რომ კაუზე დიდი იყო ბევრად და კაუიმაც იცოდა რომ ჯალინ ტენერი მასე დიდი იყო. ანუ ეს გეგმაში და ტაქტიკებში რაღაც მოულოდნელობები ვერ იქნებოდა ამის თქვა მინდა. უბრალოდ ამ მოცემულობაში რასაც იბრძოდნენ, პლუს გაბარიტებთან ერთად, ხოჭოს გაბარიტებთან ამაში ხელს უწყობდა ჯალინ ტენერს, იმიტომ იმისთვის რომ ლოუ-კიკის დროს, ახლა ლოუ-კიკის დროს კი გასაგებია თავს ხსნის მეტოქი, მაგრამ ლოუ-კიკი საკმაოდ შორიდან კეთდება და პლუს ძალიან ხშირად ლოუ-კიკის დროს კიდევ უფრო შორს წერს თავს მეტოქი, ამიტომ გასაგებია რომ იხსნება, მაგრამ ისი ადვილად მისაწვდომი არ არის მეტოქის თავი და ნუ ამ შემთხვევაში ჯალინ ტენერს ძალიან ხელს უწყობდა ამაში გაბარიტებს, იმიტომ ბევრად გრძელი კიდურები ჰქონდა. და თუ ვინმე მიწოდებოდა კაუი ფერნანდესს ამ დროს ჯალინ ტენერი მიწოდებოდა. მოკლედ, ნუ დავით დავანებოთ ამ გაბარიტებში სხვაობაც, რომ არის და დღესდღეობით არის ეს მოცემულობა და რას ვიზავთ. მაგრამ აი ტაქტიკურად ვფიქრობ, აი ესე შეგვიძლია გავაანალიზოთ ერთი მხრიდან ერთი მებრძოლის წარმატების, ასე ვთქვათ, განკოლუცირად მიზეზი და მეორე მებრძოლის კიდე, ნუ რაღაცა შეცდომა შეიძლება
დავარქეთ. ნუ კაი ფერნანდესის მომდევნო ბრძოლებშიც მეტოქები დაიწყებენ ამაზე, ასე ვთქვათ, ასე მუშაობას და ამაზე გამახვილებას ყველებას და უნდა მზად იყოს ამისთვის. მომდევნო ორი ბრძოლა უკვე თანამთავარი და თავარი ბრძოლა, ну თანამთავარი ბრძოლაზე ბევრს ვერ ვისაუბრებთ ხა. მაკენზი დერნი უნდა ყოფილიყო ფავორიტი, მე თუ გახსოვთ, თავის შევიკავი აქ, იმიტომ რომ ძალიან გულშემატკივრია, ორივე ძალიან მიყვარს თქო ვთქვი და ჯილიანისკენ ვიყავი ერთადერთი მიზეზით, რომ დერნი უკვე არის ჩემპიონი, ისტორიაში შევიდა როგორც ჩემპიონი და ჯილიანისთვის ვფიქრობ ეს პირველი და ალბათ ბოლო შანსი იყო და ამიტომ ძალიან მინდოდა რომ მასაც ჯილიანს რომ მოიგო, დერნის იქნებოდა ჩემპიონი, ну ჩემპიონი კიდევ ერთხელ ჩემპიონი გასაგებია რომ მოქმედი შეიძლება არ ხარ, მაგრამ ჩემპიონი რო იყავი ერთხელ, ესე იგი ჩემპიონად შედიხარ ისტორიაში. ძალიან მინდოდა ჯილიანსაც გადასხმოდა დერნის წყალი და მხოლოდ ამიტომ ვიყავი ჯილიანისკენ. ну არ გამოვიდა, იმიტომ რომ პრინციპში ლოგიკური არის რა, მაკენზი დერნის მაინც კლასი უფრო მეტახმებით რომ ალბათ მაღალია, პლუს ეს კლასის ის რომ მაღალი კლასია. მთავარ მიზეზი ის არის ოპოზიციას თუ შეხედავთ მაკენზი დერმა ძალიან ესეთი ოპოზიცია გამოიარა, ასე ვთქვათ. ბევრად მაღალი დონის ვიდრე ჯილიანის, ну ჯილიანმაც არ გამოიარა ცუდი მეტოქები, მაგრამ ну მაინც ამ წონაში დენს უფრო, ასე ვთქვათ, მეტი გამოცდილება დაგროვილი, ну პლუს გამოჩნდა რომ გრეპლინგში მაინც ის მაკენზი დერნამდე საკმაოდ ბევრი უკლია. კირა რობერტსონს. ну სამწუხაროდ რომ ჯილიანი ვერ გახდა ჩემპიონი, მაგრამ ну მიხარია რომ დენს უკვე აქ ერთი დაცვა. და მთავარი ბრძოლა. სიმართლე გითხრათ, ამ ბრძოლაზე ბევრს არ ვისაუბრებ. ამ ბრძოლაში ну ძალიან ესეთი იმედგაცრუება იყო. იმედგაცრუება რა, ალბათ შემატყობდით ჩემს ლაივებს, წინასწარ ლაივს ვინც უყურა, რომ ამის შიში მქონდა. და მაგალითის მოვიყვანე პოლ ჰიუზი, მისივე თანამემამულე. იანგარის თანამემამულე. პოლ ჰიუზი, ანუ მისი ბრძოლა გავიხსენე უსმან ნურმაგომედოვთან, სადაც ну აშკარა მეორე ბრძოლა. სადაც აშკარა იყო, რომ ну უსმანი თანახმა იყო, რომ არ დაფინიშებულა და უბრალოდ ღირსეულად ებრძოლა. მეტოქის წინააღმდეგ, სახელოვანი მეტოქის წინააღმდეგ. და მაშინ გამოვთქვი მოსაზრება, რომ ისინი მათ შორის იანგარიც ისე უყურებენ ამ ხავიბის სკოლის, ასე ვთქვათ, აღზრდილ ჩემპიონებს, როგორც რაღაცა მითიურ პერსონაჟებს, ვისაც მოგებას შეუძლებელია და ну მასთან თავარია ღირსეულად მოიგო. ბრძოლის ველობაში ვისაც ვინც უყურებდა ჩვენს რეპორტაჟს, ვამბობდით, რომ რაღაც ცოტა უფრო უნდა აგრესიული შეეძლო. აი მე მაგალითად ბრძოლაში დავინახე ის, რომ იანგარის მაგალითად მეხუთე რაუნდში თავად რო შეეცადა ისლამის წაქცევა და დაესწრო და თვითონ შესულიყო ფეხში, წაქცევდა ისლამს. და ის რომ ეხა ბევრი თამაში შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოთ, მაგრამ თავს არ მოგაწყენთ ხა თავზე მოხვების ამ აზრის, მაგრამ ორ რამეს დააკვირდით. პირველი, დააკვირდით მათ ქცევას ბრძოლის შემდეგ. გარეგნობას არა, გარეგნობით რომ მაგარი ნაცემი იყო ისლამი და ნუ მარტო ეს რო საკმარისი უნდა ყოფილიყო იანგარისთვის, რომ იმხდარიყო რომ შეუძლია ამ ბრძოლის მოგება, ნუ ცალკე თემა, მაგაზე აღარ ვსაუბრებ, მაგაზე ყველა ამბობს მაგაზე. მიაქცეთ ყובה როგორ იქცეოდნენ ისინი ბრძოლის შემდეგ. ისლამი აშკარად არ იყო ყოფილი, სახელიც ეთყობოდა. კი, ყოფილი როგორ არ იყო, თუ ხამარი მას დარჩა, მაგრამ რაღაცა მისი თავისი ბრძოლით არ იყო ყოფილი პერფორმანსით. და ნუ მე მithმევდა რომ ბრძოლის შემდეგ დამარცხებული იყო ბევრად ბედნიერი ვიდრე გამარჯვებული. ან დარჩათ შაბესდება, თუ არ დარჩათ ხელახლა ნახე. აშკარად, აი უბედნიერესი იყო იანგარი. იმას სწორედ ნაკაწრის აქონდა უფლი აქ უნდა გამოსული. და ნუ ყოფილი აშკარად არ იყო პერფორმანსით თავისი ისლამ ახალში. დაინახა ისლამმა რომ ის დამარცხება შესაძლებელი ისლამა იცის ძალიან კარგად მისი დამარცხება შესაძლებელი არა. ყველამ დაინახა გარის გარდა რომ მისი დამარცხება შეეძლო. მეტოქის დამარცხება არის. ეს ერთი. და ახლა მეორე კიდევ რომელსაც შეიძლება ბევრმა არ მიაქცია ყურადღება ოქსუჯი ამას საუბარი არის. ინტერვიუს მიაქციეთ ყურადღება იანგარის ინტერვიუს რას ამბობს. შეახსენეთ რას ამბობს, რომ არაუჩვენს რომ მეო ჯერო ახალგაზრდა ვარ, რომ აგერო ჩემპიონებიო გახდნენო 37 და მაგალითები მოიყვანა, რომ აი 37 და 38 წლისებიც ხდებიან აგერო ჩემპიონებიო და მე ყველაფერი წინ დავსვი. ანუ მიაქციეთ ყურადღება რა ხელა სიგიჟეც არ ქვია. ამას არ ვიცი, მე ძალიან შემეცვალა რა, ნუ გაწმილებული ვარ იანგარიზე. წარმოიდგინეთ იანგარი სულ ახლა ხარ, აი ახლა ამ წამს. წარმოიდგინეთ რომ ბრძოლის მერე ვართ და ვდგევართ იქ. ტოლი არ დაუტო ისლამ ახლა ცემა რასაც ხვია.
წააგო, მართლა წააგო ხმერან ვერ თქვის, რომ გარი მოიგო, კი, საჯება სწორად ვიცის გაწოდება, მაგრამ ნუ ტოლი არ დაუგდო, ხო? იმის ნაცვლად, რომ როგორც მინიმუმ ეთქვა, რომ მე რემატჩი მას მაინც დავამარცხებ, ან ცოტა მესმის რომ წააგო მართლა, მაგრამ ვინახავს რომ ამ შემთხვევაში იმისთვის რომ რაღაცა რემატჩი მიიღონ, ან ცოტა ჰაიპი მოიმატონ, ამბობენ რა ბრძოლები რანაირად წავაგე, ხო შეეძლო ესე თქვა. ეცადა რა, მიანგარს. რანაირად წავაგე, მოვინახე როგორ ნაცე, თუნდაც ზიანს მიექსმენ. არანაირი. აი მითხარით ესეთი ახლო ბრძოლის მერე წაგებულს რომ საერთოდ გაეფიქრა. არათუ რემატჩი არ მოითხოვა. ანუ განაცხადა ოფიციალურად განაცხადა იანგარიმ რომ მე ამას არ შევხვდები და სანამ ისლამია ჩემპიონი, მე ჩემპიონი ვერ გავხდები. ანუ ტიმმა თქვა რომ მე ახალგაზრდა ვარ, აგერ 38 წლები ხდებიან ჩემპიონები. ანუ დაველოდებიო, როდის ისლამი წავაო, ამ აქვე გააკეთა კაპიტულაციას შანსი გამორიცხა, რომ მას შეიძლება მოუგოს ისლამს. მან შეიძლება მოუგოს ისლამს. აი, რანაირი მებრძოლი და მე არის. სხვა შორის აი ენა მიყივლაო, მაგრამ გასწორთ ხო რაზეც საუბრობდი. ჩემთვის თავარი კითხვა ამ ბრძოლაში ბრძოლის წინ იყო, რამდენად იანგარის თავად სჯერა რომ შეუძლია მოგება მეთქი და არათუ არ სჯეროდა განსხვავებით ჩვენთვის იმ პოლ ჰიუზისგან ამ ბრძოლის მერეც არ დაიჯერა, პრინციპი პოლ ჰიუზისგანაც არ დაიჯერა, იმიტომ რომ მეორე ბრძოლაში ასე ვთქვათ როგორ გავიდა ვნახეთ, იგივენაირად რა იღირსეულად წავარგო, თავარია რა. აი ეს იყო ამის მიზეზი. მოკლედ, არ ვიცი, ამ ორი ირლანდიერის გადამკიდეთ ცოტა სიმართლე რომ გითხრათ, ირლანდელების ხასიათზე ცოტა ეჭვი შემეპარა და კონორ მაგრეგორია ერთადერთი, ნუ კონორი ეთყობა არ არის ნამდვილი ირლანდიელი არის. სხვა შორის მაგრეგორი, როგორც მე ვიცი, ირლანდიური კვერი არ არის, შოტლანდიურია და შესაძლოა შოტლანდიური ხასიათია ეს მაგრეგორის, რომ ნამდვილი მეომარი იყო. ანუ ზდარი მე მესმის სხვა სპორტის შეიძლება ფეხბურთი ეთამაშო, ვიღაც სუსტი გუნდი ეთამაშო ბრაზილიას და აყოფილი იყო ღირსეული წაგებით. კალათბურთში ხა Dream Teams ეთამაშოდა, ტოლი არ დაუდო, მაყოფილი იყო ღირსეული წაგებით. ეს სხვა სპორტია რა. აქ ყოველთვის უნდა გახვიდე მოსაგებად. აქ არ შეიძლება რაღაცა ღირსეულ წასაგებად გახვიდე. აქ არ არის, ეს არ არის წაგება, აქ წემენ. ან წემ. აქ არ შეიძლება ღირსეულად მცემონ რას ქვია ვერ გავიგე. დასაგებები შეიძლება ასე გამოვიდეს და შეგაქებენ. კი, შენ არ უნდა იყო მაყოფილი, მე მას კი არ ვამბობ. რომ არ შეიძლება ეს ჩვენ მაყურებელმა არ დავაფასო. რა თქმა უნდა ჩვენ დავაფასო, მაგრამ შენ თვითონ არ უნდა იყო ამით კმაყოფილი და ამისთვის არ უნდა გადიოდე. ხო? თუ შენ თვლილო შანსი არ აქვს, მოგების მისი მასთან. მაშინ საერთოდ უნდა გახვიდე და არა იმ უნდა გახვიდე, მოდი ღირსეულად წავაგო. საერთოდ ეს სხვადასხვის აი დავიწყებთ ისე ლაივს სეტანტაზე ამ თემას მინდა შევეხო მე რა. ეს საერთოდ ძალიან ცუდი ტენდენცია წამოვიდა ეს დაუფინიშებლობის დაფასება. მე თუ გითხარი საერთოდ არ უნდა დაფასდეს. ის რომ აი ჩვენ მე თვითონ ჩემ თავს ვაკრიტიკებ პირველ რიგში სხვა შორის რომ შეაგმიგავთ აუ მისი დაფინიშება ძნელია და რაღაცა კარგ კონტექსტში აქვს. საერთოდ თუ გავაკრო, უნდა მოვკალათ ეს ტენდენცია. არ უნდა იყოს ეს შესაძკები, იმიტომ რომ ნელ-ნელა მიდის იქამდე რომ ძალიან ხშირად როცა რთული მეტოქი ხავს განსაკუთრებით და თან ისეთი რომ ეხა ისთან წაგებას რაღაც სიცხილი არ არის, მებრძოლები ირჩევენ რა, მე იმას კი არა, მოგება არ უნდათ მეტი. კი, უნდათ, მაგრამ ისეთ ტაქტიკას ირჩევენ, რომ თავარი მიზანი არის არ დაფინიშდეს. კი, თუ შანსი ერთმა მოიგებს, რა თქმა უნდა, თავადაც, მაგრამ თავად და არ რისკავენ, რომ აი რაღაცა არ დაფინიშდე და ღირსეულად წავაგო. ეს ამ სპორტს ძალიან არ უხდება რა. მოკლედ ცოტა შორს წავედი. მოკლედ ამან გამაწვილა, რომ შეიძლება მე იმას კი არ ვამბობ, აუცილებლად მოიგებდა გარითო. არ ვამბობ, რა ვიცი შემთხვევაში. მე ვერ დავინახე გარისგან, რომ ის წასულიყო გამარჯვებაზე. ეს შეიძლება წასულიყო და ეც მოიგო მაინც. ბატონო, სამწუხაროდ აფინიშებულიყო, მაგრამ უფრო დავაფასებდი. სხვადასხვის იგივე უსმან ნურმაგომედოვის ბოლო ბრძოლას დაუბრუნდები, მასთან მოიგო დაუმარცხებელ მებრძოლთან, არჩი კოლგანთან. არჩი კოლგანი იყო როგორ ხო? და იქ ხოლმე ბრძოლის წინ თქვი, რომ კოლგანს უფრო მეტი შანსი ექნება, ვიდრე პოლქის ჰქონდა, იმიტომ რომ ის ამერიკელია და იმას ფეხებზე გითხრათ, სხვადასხვა მართალია ამერიკელებს ეს არ უყვართ რა, ეს ღირსეული წაგება და რაღაცა მიდიან თუ მიდიან და საბოლოო ჯამში მოხდა ის რაც შესაძლებელი იყო მოხდა იყო კოლგანი წავიდა მეტრის გზზე წავიდა ვიდრე პოლკიუზი და დაფინიშდა რა თქმა უნდა ამის რისკი არის ზუსტად ეგ არის ზუსტად ეს ჯობია ვიდრე ის რომ აი მინიმუმოდი არ დამაფინიშოს ბოლომდე გაზო და ბოლოს არა მაგარი ვარ მეც ვიტყვი ეს ამ სპორტს ჩემი აზრით ამ სპორტს ძალიან არ უხდება რა და აი კიდევ ერთხელ ვამბობ რა ამერიკელებს რატო გამომხდეთ სიკურადღება ამერიკელებს ასე და რატო საიდან მოდის ამაზეც გეტყვით
ამერიკელებს საერთოდ ყოველთვის ყველა სპორტში თუ დააკვირდებით არის გამარჯვებული. მეორე ადგილი ხო NBA-ის ფინალისტიც კი ხო უბრალოდ ფინალისტია რა, იქ არ არის რომ საპრიზო ადგილებს არ ცნობენ. იქ ან გამარჯვებული ხარ, ან დამარცხებული. და ეთყობა აქედან გამომდინარეა, რომ აი ამას არ ცნობენ რა, კარგი დამარცხება კარგი არ არის მათთვის. კი, შეიძლება მაყურებელმა შეარქვოს და ყოჩა, მაგრამ ისიც ამ შექებას მიიღებს, იმიტომ რომ აი დაუბრუნდე და მოუგო, ესე იგი მაყურებელს მოეწოდა ჩემი პერფორმანსი და თulis რომ შემეძლო მოგება, ესე იგი შემიძლია მოგება და დაუბრუნდე და ეს მაინც ეთქვა კარის კაცო. აი მე ესე თანაბრად ვებძოლი, აი ესე ზიანი მივაყენე, მომეცით კიდე შანსი. არა, თვითონ არ უნდა. რო წავაო და დაანებებსო, თავსო მე გავხდები ალბათ ჩემპიონიო. მე სიმართლე ვთქვა, ამ სიტყვების მერე საერთოდ მინდა ჯაიანგარი ჩემპიონი გახდეს, იმიტომ რომ ასეთი მენტალიტეტის ადამიანი, ჩემი აზრით, ჩემპიონი არ უნდა გახდეს, საერთოდ სიტყვა ჩემპიონს ძალიან დააკნინებს თუ აი ასეთი ვთქვათ, შეხედულებების თუ რა დავარქვა, ამის ადამიანი გახდება რა. არ შეიძლება ეს ჯაიანგარი ჩემპიონი გახდეს, როცა ასეთ რაღაცებს ამბობს. არ შეიძლება. ფიქრობ, რომ ყველა ჩემპიონის დამცირება იქნება იანგარი, რომ აი ამ სიტყვების მერე, ბრძოლის აი სიტყვების მერე რომ ჩემპიონი გახდეს. მოკლედ, შეიძლება ძალიან მკვეთრი ვარ, მაგრამ აი დაუკვირდით, რას ვამბობ, დაუკვირდით შემდეგ გარის აქციას და მის, ასე ვთქვათ, რასაც ის, ასე ვთქვათ, ამით აფიშირებს, რა ფასეულობებსაც ავლენს და რა ვიცი, მე მგონი დამეთანხმებით. კაი, დავანებოთ ამას თავი, გადავიდეთ, მოდი მომდევნო ივენტზე. თუ მეტეს რომანის ბრძოლა გველოდება, მანამდე გეტყვით, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი არხი და ალბათ უნდა გამოიწეროთ, თუ მოგწონთ რა თქმა უნდა ჩემი ვიდეოები და აქტიუროთ ზარისხილაკი. ეს ვიდეოს თუ მოგწონთ, მოიწონეთ, ანუ დაალაიქეთ. დამეხმარება ეს და სანამ გადავალთ კიდევ შემდეგ იმაზე, გეტყვით იმას, რომ დელოციის ლინკი იქნება აღწერილობაში. ანუ ეს ვიდეო არ ნიშნავს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ფორმატს დაუბრუნდი, არა, ჩვენ გადავალთ, დაუბრუნდებთ ისევ ლაივ ფორმატებს. თუ რომელიმე შეკითხვა გაგიშთათ, რომელიც ახლა გაგიშთათ და კიდევ ახლა დაცვათ, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ კომენტარში დაწეროთ, მაგრამ თუ გარანტირულად კიდევ ხსნათ ვისაუბროთ, შეგიძლიათ დონაციაც გააკეთოთ, დონაციაც არ აქვს აუცილებელი. თუ ვინმეს გონია რომ აუცილებელია ლაივში როცა ვარ, მაშინ გააკეთოთ დონაცია, ესე არ არის, დონაციები არის კარგება პირიქით ნებისმიერი ლაივის დროს, როგორც წინა ლაივებში ხდება, ლაივს ვიწყებ იმით, რომ უკვე არსებულ შემოსულ დონაციებს გავდივართ. მოკლედ გადავდივართ მომდევნო ივენტზე. მომდევნო ივენტი გვაქვს მთავარი ბრძოლით ენტონი ჰერნანდესი, გრეგორი როდრიგესი. საკრამენტოში, ხო ჩვენ ამ კალიფორნიაშია ეს ივენტიც და პირველ რიგში მოდი დავიწყოთ რომან დოლიძის ბრძოლით. მესმის რომ ძალიან რთული მეტოქეა, მებრძოლი რომელსაც სულ ახლა ხან, ასე ვთქვათ, სად იყო ჯერ იმის სულ არ იყო ჩემპიონი ჯერ ის. რა ქვია, შონ სტრიკლენდი, როცა ხამზადის დამარცხებლად მხოლოდ მას განიხილავდნენ. თუმცა, ნახეთ რა მოხდა ბრენდონ ალენთან შეხვედრაში, შემდეგ ბოხალიოსთან და ცოტა ჩამოპასდა, თუმცა ჯერ კიდევ სახელი აქვს. რა თქმა უნდა, დედიდერი და შეიძლება ბევრისთვის ძალიან საშიშია ეს მეტოქე, ნამდვილად არის დედიდერი, ორი აზრი არ არის. მაგრამ სტილისტურად მე ვფიქრობ, რომ რომან დოლიძის გამარჯვების იმედი სულაც არ უნდა კონდეს, ასე რომ პატარა იმედი. პირიქით, საკმაოდ იმედიანად უნდა ვიყოთ. სტილისტურად ვფიქრობ რომან დოლიძე მე ფავორიტადაც კი დავაყენებდი რომან დოლიძეს, რა მოგახსოვთ. ოღონდ რა თქმა უნდა ბრძოლაში გაითვალისწინოს რაღაცეები რომანმა. პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს ის, რომ თუ ზოგადად რომანს ბრძოლებში მე ჩემი გადმოსახედიდან უმეტეს ბრძოლებში ხო, სადაც რომანი გვახსოვს დიდად გაცვლებში მას შესვლას არ თავაზობ ხოლმე. თავაზობ ხოლმე რა, როგორც ჩემ ძირითად ანალიზში ვამბობ ხოლმე, რომ არ არის სასურველი. და უფრო სხვა იმების, რა ვთქვათ, მისი სხვა უნარების მზედაღმობას თავაზობდი ხოლმე. აი ამ ბრძოლაში ვიტყოდი, რომ პირიქით. ჩემი აზრით უნდა ეძებოს, რაც შეიძლება ახლო გაცვლა. რეინერ დერიდერი მოდი ჯერ სტრაიგინგზე ვისაუბრო. რეინერ დერიდერი კი გასაგებია რეპერია ძალიან მაღალი დონის და ჯიცერი, მაგრამ საკმაოდ დამაზიანებლად უთხრავს დისტანციიდან. როგორც ეს ხუკები არა აქვს. ეს უთხრავს პირდაპირ დაყრებით ხელებს სულისხმობ და ქიქებს.
ანუ უტევს შორიდან, ის კი არა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არაღი, რაც ყველა ბრძოლაში იყედებს სხვათა შორის ეს ახსოვდეს რომ ეს არის მუხლი ტანში დარტყმა. ოღონდ მუხლი ტანში არა ტაიკლინში, არამედ დისტანციიდან და ამას აკეთებს როგორ იცით? ყოველთვის საწიადგომში არის დერიდერი. მარჯვენა ფეხს წინ დგავს ნაბიჯს და აი თითქოს გამორბენს აკეთებსო და მიფრინავს მეტოქისკენ მარცხენა მუხლით წინ. თუ გახსოვთ, ბოდიკალი წინა ბრძოლებიც ნახეთ, აი სუ ესეც ცდილობს დააზიანოს მეტოქეთან. ნუ კი ეს რა თქმა უნდა საშია, მაგრამ მეორე მხრივ ამას აკეთებს ძალიან ნელად, ზოგადად ძალიან ნელია დერიდერი და მე ვფიქრობ თუ რომანი აი ამასაც ჩაუსაფრთხო ამას გააკეთებს. აუცილებლად ეცდება აუცილებლად დერიდერი ამას და აი იმ დროს აქვს რომანს საკმარისი სისწრაფე, რომ აი გამოქრანების თანამდროს თავი ღია აქვს, ამ თავი ძალიან ხშირად ყველა მოქმედების დროს შორსა შეტევაში მიდის, რენიერ დერიდერს აქ თავი ღია. ამ დროს როგორც კი ამ გამორბენს დაიწყებს, შეუძლია რომელს ჩაუსვას თავში მარჯვენა ხელით კარგი ჰუკი ან ჰერიდან რამე. ამას გარდა ისედაც კიდევ ერთხელ ხელებით კი დამაზიანებელი აქვს, მაგრამ უფრო შორიდან დისტანცია გზელი კიდურები აქვს ხელში დერიდერს და უფრო პირდაპირ დაკვირვებით უყვარს. ახლო ჰუკების გაცვლაში ვფიქრობ ძალიან დიდი შანსია რომ დააძინოს რომელმა გათიშოს დერიდერი. ანუ რომანი უნდა ერიდოს ქიქის დისტანციაზე მოდი სტრაიკინგს თუ მესმის ხა ფაზები არის ბრძოლაში განტვირთვის ხო როცა პასიური ფაზა გაქვს და ეხლა მუდმივად ხوار იქნება ხელების კნევაზე ხوار იქნება დაიღლები ელემენტალურად ამ დროს იყოს ძალიან შორ დისტანციაზე შეიძლება და იტრიალოს კიდევაც შორიდან ასე გაექცეს ასე ვთქვათ ჭალებში მაგრამ აქტიურ ფაზის დროს უნდა ჩაიხუროს ისე ახლო კრივში, სადაც კომბინაციებში ტანსაც თუ აურევს, კარგი იქნება, რომ ეს ზოგადად დერიდერის ეს მრავალფეროვნება აბნევს, მეტოქის მრავალფეროვნება სტრაიკინგში მithunდეს და სართულების სვლა. ფიქრობ აქ შეიძლება რომელმა დააზიანოს მაინც დერიდერი. ოღონდ აქ უნდა იყოს ფრთხილად, იმიტომ რომ ახლოს რომ მიდიხარ, კლინჩია მოხვედრის საფრთხე არის, კლინჩი ძალიან საშია. დერიდერს კლინჩი არ უნდა გაუჩერდეს. აი ეს ტანის აღება და ეს ჩახუტება ძალიან საშიშია, იმიტომ რომ იდაყვებით, აი იდაყვების სხვათა შორის რაც ახლოს ან საფრთხეა დერიდერისგან, ეს არის იდაყვება. და კლინჩი განსაკუთრებით. როგორც კი კლინჩი შეკვრას შეეცდება და შეეცდება აუცილებლად თუ ახლოს ჩაუყურავს დისტანციას რომანი დერიდერი, ეგრევე დარტყმებით შეიძლება მოცილდეს ან თავში, ან ტანში, ან ორივე. ტანი, თავი და გამოსვლა კლინჩში. ნუ მე ასე ვხედავ რომანის იმედებს. რა თქმა უნდა, გრეპლინგს ვერ ავწდებით, მაგრამ გრეპლინგის დიდად არ მეშინია, თუმცა ამ ბრძოლაში ვფიქრობ, რომელმა მაინც უნდა სცადოს აი ეს, უფრო ახლო კრივის ზებნა. გრეპლინგი თვითონ სცადოს დერიდერმა, კი ბატონო, ამ ცდილობებში კიდე შეიძლება მოვარდხოთ. თუ გადაიყვანს მიწაზე, ერთი გადაყვანა შეგედი მაგარი არ არის. თუ გადაიყვანს, აი გვინაჯობებს კიდე ცალკე ვნახავთ რა. სულაც არ არის ფაქტი, რომ მიწაზე დერიდერი დაჩაგრავს რომან დოლიძის. პრინციპში მეტი ამ ბრძოლაზე რა გითხრათ, არ ვიცი, მოდი მაინც შევხედოთ დერიდერის სტატისტიკას, მიაქციეთ ყურადღება, ხო. რაც შეეხება უმეტესობა რენე დერიდერის ბრძოლები თარდება ვადამდე, მიაქციეთ ყურადღება. და რენე დერიდერი როგორც იგებს ვადამდე უფრო ხშირად, ასევე აგებს კიდეც ძალიან ხშირად ვადამდე. ზოგადად არ უყვარს ბოლომდე მიტანა და თავიდანვე დებს იმ ბრძოლებში, სადაც თუნდაც განსხვავებით მოიგო დერიდერმა თვითონაც საკმაოდ დაღლილი იყო. მოკლედ იმის გამინდა რომ ბევრისგან შეიძლება წამოვიდეს კითხვა რომ კარდიო იღლება რომანი დამიჯერეთ დერიდერიც იღლება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რაუნდებში ვინ ვის დააზიანებს. ამას იმიტომ ვურჩევ მე რომანს რომ თუ ვერ დაფინიშნა დერიდერი დაზიანებული მაინც იქნება გვიან რაუნდებში და ეს ძალიან გარდის რომანის შანსს. მოკლედ მე ამ ბრძოლაში სიმართლეს გეტყვით ოპტიმისტურად ვარ და მჯერა რომანის გამარჯვებით, ოღონდ თუ რომანმა ეს სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და სწორი ტაქტიკა თუ აირჩია და აი მე ყოველთვის აი რაც მოვყევი ამას ხედავ სწორ გადაწყვეტილებას ამ ბრძოლაში რომანისგან. კიდევ რომელ ბრძოლას შეიძლება შევეხოთ ჩავყვეთ ხოლმე ქვემოთ. უბრალოდ ავიდეთ ზემოთ და თავიდან დავიწყოთ. ენტონი ჰერნანდესი, გრეგორი როდრიგესი. ძალიან რთული პროგნოზი, ძალიან რთულია პროგნოზი გავაკეთოთ, თუმცა მაინც შევეცდები. მოდი ასე ვთქვათ, სტილისტურად გრეგორი როდრიგესი არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეტოქე ენტონი ჰერნანდესისთვის. რატომ? იმიტომ რომ ენტონი ჰერნანდესი როგორც წესი აზიანებს მეტოქეებს, თუმცა ისე თამაში მიყავს
შეყავს ბრძოლა ენტონი ჰერნანდესს, სადაც უნდა დაზიანდეს ყველა. უბრალოდ თვითონ დაზიანებული წაგრძელებს იგივეს კეთებას და მეტოქე როგორც წესი ვერ ახერხებს ხოლმე. ამას შეიძლება იმუშაოს გრეგორი როდრიგესთანაც, მაგრამ აქ არის მეორე რისკი. როდესაც გრეგორი როდრიგეს აძლევი მის ჩანს რომ დაგაზიანოს, აქ შეიძლება შემა გამძლეობამაც არ ენტონი ჰერნანდესის გამძლეობამაც ვერ გაუძლოს. უბრალოდ ძალიან ზოგადად გრეგორი როდრიგესის დაზიანების საშუალება არ უნდა მიცე. თუმცა კიდევ ერთხელ ენტონი ჰერნანდესი აქამდე ისე მოვიდა რომ ზიანში გამოდის თვითონ გამარჯვებული. ორმხრივ ზიანში. თითქოს ეს ზიანი მას უფრო აძლიერებს. უბრალოდ ამ თემას ხო ახლა ორნაირი მეტოქე ჭირდება ენტონი ჰერნანდესის დამარცხებას. ერთი შონ სტრიკლენდი, რომელსაც ვერ დააზიანა ენტონი ჰერნანდესმა. ვერ მივიდა, ვერ მოატა. ვიცით ხო, თავისი რაღაც ბლოკები და რაღაც უცნაური სტრაიკინგით არ გიშვებს რა ახლოს შონ სტრიკლენდი. ან ესეთი უნდა იყო, რომ ვერ შეგიყვანოს ორი ზიანის თამაში, ვერ შეგიყვანოს ენტონი ჰერნანდესა, ან მეორე ვარიანტი რომ შეგიყვანს, უბრალოდ ისე დააზიანო, რომ აქამდე რო არავის არ დაუზიანებია. რეალურად შეიძლება ასეთი აღმოჩნდეს გრეგორი როდრიგესი. ამას გავიგებთ. ზიანზეც არ არის და უბრალოდ ჩემს სიტყვებს მოდი შევცვლი რა შევასწორებ. მე იმას კი არ გულისხმობ რომ ისე დააზიანოს როდრიგესმა ჰერნანდესი რომ ჰერნანდესი აღმოჩნდეს რომ ასეთ დაზიანებაც აღარ შემიძლია რა ასეთ დაზიანებებს არ შემიძლია. არა. უბრალოდ როცა ასეთ დაზიანების საშუალებას აძლევს, რასაც აკეთებს ხოლმე ჰერნანდესი თვითონაც უთყავს, რასაც უთყავს. დაზიანებამდეც არ მივასწავლე. შეიძლება გათიშოს უბრალოდ გრეგორი როდრიგესმა. მესმის რომ ჰერნანდესის გათიშვა წარმოუდგენლად რთულია და შეიძლება ისეთ მებრძოლებში შედის, თარიღში შედის, რომელზეც ვთქვათ რომ არ ითიშება, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ არის. ფინიშდება, შეიძლება არ ითიშება, მაგრამ ფინიშდება ენტონი ჰერნანდესი. და მეორე 100%-ით ეს ფრაზა არ არის სწორი და მე თვითონ ამბობ ხოლმე მისი და გათიშვა შეუძლებელია, მაგრამ არ არსებობს რაღაც ზღვარი ამას აქვს. სადღაც რაღაც დონის დათმა თიშავს და შეიძლება გრეგორი როდრიგესის დათმა აღმოჩნდეს საკმარისი იმისთვის რომ ჰერნანდესი გაითიშოს. ეხლა ამ ყველაფრის მიუხედავად არის ფიქრობთ რომ მე ვთვლი რომ ენტონი ჰერნანდესი ვთვლი ანდერდოგად. გაგიკვირდება და მე მაინც ფავორიტად ვთვლი ენტონი ჰერნანდესს. უბრალოდ იმხელა ფავორიტად არ ვთვლი, რამდენადაც შეიძლება ასე ტოპ 15-ის ქვემოთ ყოფი მისი მეტოქე, რომელიმე მებრძოლი დამეყენებინა ენტონი ჰერნანდესის წინააღმდეგ. ხოჭე ხა, რამდენად სწორად ვთქვი ამის. მოკლედ, ენტონი ჰერნანდესი ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ტოპ 15-ის ქვედა პოზიციაზე ნაწილში ყოფ მებრძოლთან უფრო დიდ ფავორიტად დავაყენებდი, ვიდრე გრეგორი როდრიგესს ვაყენებთ ხო. ამას გულისხმობ რა. კი, ჰერნანდესს მაინც ფავორიტად დავასახელებ, იმიტომ რომ ეს თამაში ზოგადად არ დაგვავიწყდეს რომ კი ძალიან ძლიერი დაყვა როდრიგესს, მაგრამ ჰერნანდესი ძალიან დამაზიანებელია, შეიძლება როდრიგესი უფრო ადრე დააზიანოს, ამის დიდი შანსია არსებობს, დიდი შანსი რომ ის თავის დაყვა არ მოახერხოს როდრიგესი გაფუძნდეს თვითონ, ხო? თუმცა როდრიგესი ძალიან ნათანია. მოკლედ ძალიან მაგარი ბრძოლაა, სხვადასხვა თავარი ბრძოლა არის ეს ის შემთხვევა, როდესაც თავარი ბრძოლა დიდი ალბათობით შეიძლება გახდეს Fight of the Night-იც. თუმცა აი პატარა 60-40-ზე მაინც ვთვლი რომ ჰერნანდესია ფავორიტი. თუმცა აი ძალიან დიდი იმით ველოდები ამ ბრძოლას რა. ვფიქრობ ბრძოლა იქნება ძალიან სისხლიანი და თუ მივა გადაწყვეტილებამდე არა თუ Fight of the Night იქნება, დიდი შანსია ეს ბრძოლა იყოს კანდიდატი მაინც წლის საუკეთესო ბრძოლებში. აი დაიმასწორე ჩემი სიტყვა. თუ მივიდა რა თქმა უნდა გადაწყვეტილებამდე. თუმცა არ არის დიდი შანსი რომ გადაწყვეტილებამდე მივიდეს. ვიღაცა უნდა დაფინიშდეს ჩემი აზრით. კომეინი გვაქვს სერგეი სპივაკი, ვიტორ პეტრინო. ეს სპივაკზე ვიტყვი რომ მე ზოგადად არასოდეს არ ვთვლი სპივაკს ძალიან მაღალი დონით მებრძოლად. სიმართლე გითხრათ და საერთოდ ეს მე-6 ნომერი რაც მას უკავია, უფრო მაღალიც ეგავს ბაჭოის. გადაფასება მისთვის. იმიტომ რომ კი ყველა კომპონენტში რაღაცები შეუძლია, ცუდი არ არის, მაგრამ არც ერთ კომპონენტში არ არის ძალიან მაგარი. სერგეი სპივაკი და პლუს მძიმე წონის მებრძოლია, ну შეიძლება მძიმე წონის მებრძოლი არ იყოს არც ერთ ტექნიკურ კომპონენტში ძალიან მაგარი, მაგრამ იყოს მაგალითად ძალიან დიდი. და
ძალიან ძლიერი. ასეთიც არ არის ეგრე ვიტორ პეტრინოზეც ახლა ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ის არისო, მაგრამ სიმართლე გითხრათ მე ვფიქრობ რომ ვიტორ პეტრინოს გაბარიტები უნდა ეხოს რა სერგეის პირვაკისთვის. იმიტომ რომ ვიტორ პეტრინო რო დაამარცხო, ნუ როგორც მინიმუმ თუ რაღაც ძალიან მაგარი არის, არ უნდა იყო, აი იმ რაღაც კომპონენტებში მასზე უკეთესი უნდა იყო და მე ვერ ხედავ რა შეიძლება სპივაკი პეტრინოზე უკეთესი იყოს. შეიძლება პეტრინოს არ წინავს, მაგრამ სპივაკში ვერ ხედავ. ასე მცირე ფავორიტად მე ვფიქრობ ვიტორ პეტრინო იქნება და ალბათ უფრო გადაწყვეტილება ვფიქრობ რომ გადაწყვეტილებით ვიტორ პეტრინო. აქ ბევრ ბრძოლაზე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ბრძოლაა, ბევრი დებიუტანტია, ვისი არ ვიცი და მე ზოგადად არ მიყვარს პროგნოზების კეთება, როცა ორივე ბრძოლას კარგად არ ვიცნობ. ერთ-ერთი უბრალოდ გეტყვით რომ early prelims-ზე ეთერში არ გვექნება, მაგრამ საინტერესო იქნება ელის რიდის ბრძოლა შეინელ დაიერთან იმიტომ გამოყავი რომ დაიერი თუ გასწოთ არის ის გოგონა რომელმაც დაამარცხა PFL-ში მარიამ ტორჩინავა ჩვენი და ნუ აქ რეგამენტ ცოტა მაინც ვადევნებ თვალს და შეგიძლიათ ნახოთ. სხვა საინტერესო ბრძოლები, ჩემთვის საინტერესო ბრძოლებზე სადაშორის მარციო ბარბოსა, ეს ის ბიჭი არ არის? ძალიან რომ მოგვეწონა. კი, ეს ის ბიჭია მე მგონი. ამის ბოლო ბრძოლაში რაღაც ფანტასტიკური პერფორმანსი და თუ არ მეშლება სახელი და გვარი მაინც მითხარით შემისწორეთ თუ მეშლება ნოკაუტით რომ მოიგო რაღაც სასწაული ნოკაუტით ეს ის ბიჭია მე მგონი და ამ ბიჭის ბრძოლას უნდა უყუროთ. ნუ მეტოქე ისეთი ყავს წესით არ უნდა გაუჭირდეს, უბრალოდ არ ვიცნობ მეტოქეს ამ თავს ვერ დავდებ, მაგრამ ველოდები მარციო ბარბოსას თუ ის მარციო ბარბოსაა რომელიც მგონია. კარგი KO და კარგი ფინიში უნდა ნახოთ. რაც შეეხება ნასრათ აკბარასი უბრალოდ გამოვყოთ. გავამახვილოთ ყველა იმაზე რომ ბრუნდება იმ სასწაული წაგებისგან. საიქიოში გაგზავნა კვილან სალგერმა შეასრულეთ ეთკიკით და იმის მერე პირველი ბრძოლა ნახოთ როგორ გადაიტანა ის ამბავი. ხო, ნუ კენედინზე ჩიკუ შამილ გაზიევი როგორი ბრძოლა იცი? ეს ბრძოლა არის შამილ გაზიევისთვის ჩანიშნული და რატომ? ნახეთ შამილ გაზიევმა, ნუ ვერ გაამართლა იმერთები და აძლევენ ბოლოს შანსს კი ბოლოს შანსს აძლევენ რომ დარჩეს ტოპებში. აძლევენ ისეთ მებრძოლს კენედინზე ჩიკუს რომელიც ძიმე წონაში ხაზს უსმენ, იმიტომ რომ თქვენ ძიმეში მაგა კარგი მოგებები. ძიმე წონაში ნორმალური მებრძოლისთვის ვერ მოუგია. კარგისთვის არ ვამბობ, კარგს არ შეხვედრია. ნორმალურისთვის ვერ მოუგია. რაღაც აი ჟესკებს და ვიღაცებს კი შეიძლება მოუგოს. ზოგადად ვის და ნუ ამას მაინც მოუგეო. მე ასე ხედავ. შეიძლება ვინმე ვთქვათ რომ პირიქით არ გამოდის, იმიტომ რომ შამილ გაზიევიც კი ნუ იმაზე მაღალი დონეა, ვიდრე მას მეტოქეები ყავდა და მეტოქეებთან აგებდა ზეჩუკუ და რატომ მიეცათ? ეხლა ტოპ ახლა ხან რომ ტოპ-10-ში იყო ისეთი მეტოქე, ხვდებით? ანუ მე ვფიქრობ რომ შამილ გაზიევს აძლევენ შანსს რომ ჯერ კიდევ დარჩეს. ნუ ამდენად გამოიყენებს არ ვიცი ესე მე შინ არც იმოვყევით რომ არ ვიცი ხა ამაზე პროგნოზს არ გავაკეთებ არ ვიცი ხა დიდად მოგითხათ რომ მე მებრძოლს ძალიან ვაკვირდები და მაინტერესებს თქო ასე არა. ხო პრინციპში ეს იყო სუ მეტო რო არ იყო ეს მერკელ მედეიროსი მეისონ ჯონსი. ნუ აქ ვიცით რა არის მეისონ ჯონსი ამბულანსა მებრძოლზე ადრე თქვი და იგივეს გავიმეორებ. ეს ის შემთხვევაა როცა მებრძოლი არის რეალურად ბევრად იმაზე ძლიერი, ვიდრე ამჟამად აქვს სტატუსი. უბრალოდ პირველად რომ მოვიდა UFC-ში მეისონ ჯონსი, შეასრულეთ ის იყო Cage Warriors-ის ჩემპიონი, შემდეგ მიიღეს UFC-ში, კარგად არ წაუვიდა საქმე. მე ვფიქრობ რომ არ გაუმართლა, შემდეგ დაითხოვეს UFC-დან. ისევ გახდა Cage Warriors-ის ჩემპიონი, დაბრუნდა და მოგებების სერიაზეა. პრინციპში მოგებების სერიაზეა მისი მეტოქეც, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ცოტა მეისონ ჯონსი ძალიან ადრეა მედეიროსისთვის და თუ იმისთვის რომ რატო ადრე მეისონ ჯონსი ხო არ არის არც ტოპში არაფერი ზუსტად მაგას გულისხმობ რომ რეალურად მეისონ ჯონსი ჩემი ძიაზე ცალსახად ტოპ 15-ის დონეა. უბრალოდ ჯერ ეს არ ვიცით. ნუ მეისონ ჯონსი ეს შემთხვევა როცა მებრძოლს არ ყავს მაინც კარგი მენეჯერი, იმიტომ რომ კარგი მენეჯერის ხელში მეისონ ჯონსი ბევრად უფრო მაღალ დონეზე იქნებოდა. პრინციპში მოვჩით ამ ივენტზე ვისაუბრეთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ თუ ვიდეო მოგეწოდათ, მოიწოდეთ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, იყავით ჩემთან და ერთად უყუროთ MMA-ის ველოდები თქვენგან მოსაძრებს თქვენი აზრით რატო არ ეცალა სტუდიას, რა დაემართა სტუდიას, რატო არ ვარ ლაივში დღეს. კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ძალიან ესეთი საინტერესო და ეგზოტიკური
მიზეზი აქვს, თუმცა თუ ვინმე იცით, არ დაასპოილერეთ თქვა და ველოდოთ ხალხს გამოისწოს. დღეისათვის ეს იყო გემშვიდობებით, შევხვდებით უკვე მეცაც გეტყვით ლაივში. დაიყავით ჯამზე.